მუსიკის ჰანგები დღეს კიდევ ერთხელ გააცოცხლეს ოზურგეთელმა მოსწავლეებმა. მშობლებისა და შვილების ურთიერთობის წარმოსაჩენად აქტუალური თემა შეარჩიეს. დედის სითბოს მოკლებული ბავშვები იძულებული არიან მამის დიქტატურას დაემორჩილონ და ამიტომ თავიანთ ბავშვურ სამყაროში ჩაკეტილებს უფროსების მიმართ მხოლოდ უნდობლობისა და პროტესტის გრძნობა გააჩნიათ. ბავშვებსა და უფროსებს შორის კედლის დანგრევას მათი აღზრდელი მარია მუსიკის საშუალებით შეძლებს და არაჩვეულებრივ დედობასაც გაუწევს ბავშვებს. ეს ამბავი მართლაც კეთილსაშობაო ზღაპრად აქციეს ცენტრის აღსარზმელებმა და მაყურებელს სასიამოვნო წუთები აჩუქეს. სპექტაკლის სასცენო დადგმასა და მუსიკალურ გაფორმებაზე ეკა ჭელიძე მიზრუნა, რეჟისორაზე ვახო ჩხარტიშვილმა და ნინო ჯიჯიეშვილმა, ქორეოგრაფი კი მარიკა ქვეითაია გახდათ. შესასრულებელი როლი ნამდვილად არ იყო, მაგრამ თვითონ სპექტაკლს რომ ვარაუდოთ, ძალიან კარგი სპექტაკლი იყო და ძალიან მომეწონა. უკვე მესამე წელია ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან მიწევს მუშაობა და მინდა თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა გადავხადო ვახოს, ჯიჯის, მარიკას, ცირას, აი ყველას უღრმესი დიდი მადლობა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ასევე პარტნიორებს და კობა ბანძელაძეს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავხადო, რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას და ეს სპექტაკლი შედგა ამის წყალობით. სპექტაკლი ძალიან მომეწონა. ემოციები ზუსტად ის იყო, რასაც ველოდი და კიდევ უფრო მეტი იყო სხვათა შორის, როცა ხალხის წინ გამოდიხარ და როცა კულისებში ხარ, სულ სხვა შეგრძნებაა და როცა უკვე ხალხის წინ გამოდიხარ და ამხელა ამდენი მაყურებლის წინ წარსდგები, უკვე სულ სხვა შეგრძნებაა და სულ სხვა ემოციები. ძალიან ნერვიულობდი მე, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო მუშაობის დროსაც და ზოგადად თვითონ სპექტაკლის დროსაც და დიდ მადლობას ვუხდი ყველას ვისი მეშვეობითაც აი ეს მიუზიკლი და ეს დიდი ძალიან დიდი სპექტაკლი ჩატარდა და გაკეთდა. მე ძალიან მომეწონა სპექტაკლი და ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და ძალიან კმაყოფილი ვარ. მინერვიულე, მაგრამ ჯეროდა ჩემი თავის რომ კარგად გამოვიდოდი. გამოგივიდა ნამდვილად. და სულ მქონდა იმის იმედი, რომ გამოვიდოდი სპექტაკლი. სცენაზე რომ გამოვედი, ძალიან ნერვიულდი. მადლობა მინდა გადავუხადო მასწავლებლებს, ყველაფერი გამოვიდა კარგად და ყოფილი ვარ. იმიტომ შეირჩა მუსიკის ჰანგები, რომ დღევანდელ ვირტუალურ სამყაროში ბავშვები მოკლებულნი არიან ადამიანურ ურთიერთობებს და მე ყოველთვის ვცდილობ მსგავსი თემებით ვიმუშაო მათთან და ეს ურთიერთობები გავაღრმავო მათ შორის. და მუსიკის ჰანგები, იმიტომ რომ ჩემი ძალიან დიდი ხნის ოცნება იყო აი ამ მიუზიკლის ჩემ პრაქტიკაში, ჩემ შემოქმედებით საქმიანობაში განხორციელება და მადლობა ძალიან დიდი კობა ბანძელაძეს, კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელს, რომელიც გვერდში დამიდგა და ყოველთვის გვერდში მიდგას ყველა წამოწყებაში. მადლობა ვახო ჩხარტიშვილს, ნინო ჯიჯიეშვილს, მარიკა ქვეითაიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემ გვერდით იდგა ამ 2 თვის განმავლობაში. პირველ რიგში უღრმესი მადლობა საოცარ ბავშვებს და მათ მშობლებს, რომლებმაც მთელი ახალი წლის პერიოდი ჩვენთან ერთად გაატარეს. ძალიან რთულ კომპოზიციას შევეჭიდეთ. მუსიკის ჰანგები კლასიკა, ეხლა და ზოგადად ბავშვები პირველ კურსელები იყვნენ, გარდა მთავარი როლისა ბარბარე იყო მესამე კურსელი და ამდენად იყო ძალიან რთული. მაგრამ ვეცადეთ და ერთი თვის თვენახევრის ნამუშევარია ფაქტობრივად და ვთვლი რომ ბავშვმა შეუძლებელი გააკეთეს, იმიტომ რომ ყველა მღეროდა, ყველა იყო ჩართული და იმის ფონზე რამდენადაც რთული იყო, ვთვლი რომ გამოვიგვივიდა და შედგა. მადლობა ყველას, ვინც მოხვედით, ნახეთ და ბავშვების ნაშრომი შეაფასეთ.